საქართველოს პროკურატურამ 5 პირი დააკავა, მათ შორის 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელი, რომლებიც ლევან ხაბეიშვილის, ჟურნალისტ გურამ როგავასა და აქციის მონაწილე ზვიად მაისაშვილის მიმართ ძალადობაში არიან ბრალდებულები. გამოძიების ინფორმაციით საქმე ეხება 2024 წლის საპროტესტო აქციებზე ძალადობრივ ქმედებებს. გურამ როგავა პროკურატურის ბრიფინგს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მხოლოდ შემსრულებლების დაკავება საკმარისი არ არის. მისი თქმით, საზოგადოებას პასუხი სჭირდება იმაზეც, თუ ვინ გასცა ბრძანებები და ვინ მფარველობდა დამნაშავეებს. ცვლად თემის დეტალებზე სალომე ჯაფარიძე ისაუბრებს. სალომე, პირდაპირ ეთერში ხარ. გურამ როგავაზე, ლევან ხაბეიშვილზე და ზვიად მაისაშვილზე თავდამსხმელი ყოფილი და მოქმედი ძალოვანი უწყების წარმომადგენლები არიან დაკავებული. ეს ინფორმაცია თავის მხრივ გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკაძემ მიაწოდა საზოგადოებას და თქვა, რომ 5 მათგანიდან 3 გახლავთ ყოფილი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენელი, 1 მათგანი იკავებდა თანამდებობას ძალოვან უწყებაში და ასევე ცნობილი ხდება, რომ დაკავებულებიდან 2 იხდიდა საშიშროებას საპატიმროში, თუმცა სხვა სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით. რაც შეეხება კითხვებს ვინაობასთან დაკავშირებით, ვინ დააკავა გენერალურმა პროკურატურამ და აქვს თუ არა ინფორმაცია ამ შემთხვევაში დაზარალებულების განცხადებებს ოდნავ მოგვიანებით გაგაცნობთ, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბრიფინგზე დღეს ინიციალები არ გაჟღერებულა, მხოლოდ და მხოლოდ მოვისმინეთ ის, რომ დაკავებულებს 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს ზვიად მოსიაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე იდენტიფიცირებული და დაკავებულია 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელი. ასევე 1 შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი. უფრო კონკრეტულად 5 ბრალდებულიდან 2 მათგანი უკვე იმყოფება პატიმრობაში სხვა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით. ხოლო 3 ბრალდებული დღეს დავაკავეთ. 2024 წლის 29 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა ფიზიკურად იძალა ჟურნალისტ გურამ როგავაზე, რომელიც თავდასხმის მომენტში ახორციელებდა ჟურნალისტურ საქმიანობას. ხოლო როგავას ეპიზოდზე დაკავებულ პირს დამატებით წარედგინება ბრალდება 154 მუხლის მეორე ნაწილით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით ხელის შეშლის ფაქტზე. რატომ ახლა და არა წელიწად ნახევრის წინ, როდესაც პროკურატურას ჰქონდა ყველა ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ ვინ იყვნენ თავდამსხმელები და ვინ ძალადობდნენ როგორც ჟურნალისტებზე, ასევე თავის მხრივ აქციის მონაწილეებზე. ეს კითხვები დაისვა იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც თავად გახდნენ ანგარიშწორების, ფიზიკური ანგარიშწორების მსხვერპლები. გურამ როგავამ ბრიუსელიდან მიმართა პროკურატურას, ის ამბობს პირველ რიგში იმას, რომ ძალიან საეჭვო და კითხვის ნიშნებს აჩენს ფაქტი იმის თაობაზე, რომ ბრიფინგზე არაფერი თქმულა ვინაობასთან დაკავშირებით და ასევე ელისო ჯარიაშვილი საუბრობდა ჩვენთან, რომელმაც განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში მაშინ, როდესაც ტელეკომპანიამ გააჟღერა თავის მხრივ ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, გავიდა სავარაუდო კვალზე, სწორედ ამ დღის შემდეგ უკვე ბრიფინგი პროკურატურის მხრიდან აჩენს სხვადასხვა სახის კითხვებს. მათ შორის კითხვები უჩნდება ზვიად მაისაშვილს, რომელიც ასევე ფიზიკური ანგარიშწორების მსხვერპლი გახდა და ძალიან კარგად არის ეს ვიდეომასალა ნაცნობი საქართველოს მოქალაქეებისთვის. ის და ყველა დაზარალებული, ამ შემთხვევაში ვისზე თავდამსხმელიც არის დაკავებული, ეჭვობს, რომ შესაძლებელი არ იყვნენ ის ადამიანები დაკავებულები, რომლებიც ნამდვილად ძალადობდნენ ამ ადამიანებზე, აქციის მონაწილეებზე, ასევე კითხვის ნიშნებს აჩენს, როგორც თავად ამბობენ, მათ შორის საგამოძიებო სიუჟეტი, ამის შემდეგ პროკურატურის ბრიფინგი და კიდევ უფრო მეტი დეტალი უნდა ყოფილიყო მათი განცხადებით ცნობილი პროკურატურის მხრიდან, თუმცა მთავარი ხაზი, როგორც ამბობენ, მაინც გადის დამკვეთებზე. კონკრეტულად კი იმ ადამიანებზე, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ საპროტესტო აქციების დაშლას, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს გაჟღერდა ზვიად ხარაზიშვილის სახელი და გვარიც და მიიჩნევენ დაზარალებულები, რომ ამ შემთხვევაში არ არის საკმარისი მხოლოდ 5 ადამიანის დაკავება, მაშინ როდესაც 170-მდე დაზარალებული ყავს საპროტესტო აქციებს, სწორედ სამართალდამცავების ქმედება, შესაბამისად მოითხოვენ, რომ დაისაჯოს ყველა ის პირი, რომლებიც ამ საპროტესტო აქციებზე ბრძანებებს გასცემდნენ.
პროკურატურაში გამართული ბრიფინგი ბევრ კითხვას აჩენს ჩემთვის. იქ არ დასახელებულა არავის ვინაობა, ინიციალები არ უხსენებიათ. ჩემი ინფორმაციით დაკავებულებს შორის არ არის ის პირი, ვიზზე ჩვენ წყარომ ინფორმაცია მოგვაწოდა. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ შემსრულებლებზე, არამედ დამკვეთებზე, ბრძანების გამცემებზე და დამნაშავეების მფარველებზე გავიდეს საბოლოო ჯამში გამოძიება. მე მაინტერესებს ზვიად ხარაზიშვილი სად არის ახლა, დავით ყამარაული, ვასილ გასვიანი, ლუკა ედილაშვილი, ესენი არიან სწორედ მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც ამ სისხლიან ოპერაციას ხელმძღვანელობდნენ. მათ ჰქონდათ ინფორმაცია, ვინ იყვნენ თავდამსხმელები. ასეთი საქმეები ერთ დღეში არ გამოიძიება და შევახსენებ ყველას, რომ სამშაბათის მოცემულობით გურამ როგავას საქმის მასალებში 14 დეკემბრის შემდეგ, 2024 წლის 14 დეკემბრის შემდეგ გამოკითხული დამატებითი პირი არ იყო. შესაბამისად ვიღებთ იმას, რომ თურმე შესაძლებელი ყოფილა ამ პირების იდენტიფიცირება და დაკავება. ვინც უნდა იყოს დაკავებული, არ აქვს მნიშვნელობა, ეს არ არის საკმარისი, ვიდრე არ დაისჯებიან ის პირები, ვინც ამდენი ხანი წელიწადნახევარი ხელი დააპარა დამნაშავეებს, ვინც გასცა უკანონო ბრძანებები. ამ ადამიანებს დაჭერა, თან მით უმეტეს ამდენი ხანი გავიდა, ამდენი ხანი არ თუ ვითომ არ იცოდნენ ვინ იყვნენ, ახლა უცებ აღმოჩნდა რომ იციან ვინ არის. არ მგონია გულწრფელი და მოსალოცი ყოფილიყოს ეს ამბავი. აქ არიან ხუთი პოლიციის სპეცსაზმელი არ იყო ჩართული, ეს იყო სისტემური დანაშაული. როდესაც ეს გურამ როგავას სიუჟეტი დაიდო, სადაც იძიებდნენ თუ ვინ იყო, სადაც იყო ჟურნალისტური გამოძიება და იძიებდნენ მიიღო ეს მას მოზალდი ადამიანი. მაგის შემდეგ ერთ დღეში თუ ორ დღეში თუ არ ვცდები, ეგრევე აღმოჩნდა რომ ზუსტად იმ დროს დაემთხვა. ზუსტად დაემთხვა იმ დროს, როდესაც ეს სიუჟეტი გამოვიდა, მაგიტომ შესაბამისად ეს არის ძალიან ცხადად ჩანს, რომ ეს არის უბრალოდ სპეციალურად შექმნილი ამბავი. საპროტესტო აქციებზე 2024 წელს ძალადობრივ მოქმედებებში, ძალადობრივ თავდამსხმებში ბრალდებული 5 სამართალდამცავი დაკავებული, აქედან 3 რამდენადაც ცნობილია არის, როგორც ამბობს პროკურატურა, ყოფილი დიდიდის წარმომადგენელი, თუმცა თავის მხრივ კითხვის ნიშნები აქვს დაზარალებულ ადამიანებს. ისინი ამბობენ, რომ ეს ყველაფერი, რაც ხდებოდა 2024 წელს, გახლდათ სისტემური დანაშაული და გჭირდება კიდევ უფრო მეტი ჩართულობა თავის მხრივ საგამოძიებო ინსტიტუციების მხრიდან და მათი განცხადებით თუ ირკვევა ისიც, რომ მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში დაიკითხონ და შემდეგ უკვე დააკავონ ყველა ის პირი, რომლებიც თავის მხრივ მონაწილეობდნენ ამ ძალადობრივ ქმედებებში.